მოგესალმებით. თქვენ უყურებთ დღის მთავარი ამის ბლიც ანალიზს. ბოლო პერიოდში ჩვენ ვიხილეთ დაპატიმრებების ან სამართლებრივი დევნის უამრავი ფაქტი ქართული ოცნების წიაღში, მათ შორის უმაღლესი თანამდებობის პირების მიმართაც არის აღძრული საქმეები, ზოგიერთ შემთხვევაში ჯერჯერობით როგორც ჩანს მოლაპარაკებები მიდის და სანქცია დაპატიმრებაზე არ არის გაცემული, თუმცა არა ორაზროვნად, ესე რომ ვთქვათ, ამ დევნის ფაქტები სახეზეა, ხო, ეს იქნება დაუშვათ იგივე ღარიბაშვილი, ლილუაშვილი თუ სხვები. აი ეს პროცესი არის ერთგვარი აღიარებითი ჩვენება ქართული ოცნების მხრიდან, რომ კორუფცია ამ ხელისუფლების პირობებში ატარებდა სისტემურ ხასიათს და სამწუხაროდ ამ ხრივ არც მომავალში უნდა ველოდოთ, რომ რამე შეიცვლება, გამომდინარე იქიდან, რომ ამ ტიპის რეჟიმები საერთოდ კორუფციაზე დგას, ხო? კორუფციის გარეშე რეჟიმს არსებობა ბუნებრივია არ შეუძლია, გამომდინარე იქიდან, რომ მას მუდმივად ჭირდება კვება ლეგალური გზებით, მანკიერი სისტემების არის შეუძლებელი და შესაბამისად კორუფცია არის მისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი ელემენტი სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით. ეს არ არის სიახლე ქართულ სინამდვილეში, უახლესი ისტორიის განმავლობაში სისტემები იყო კორუფციული, ბუნებრივია ერთგვარი ეგრეთ წოდებული ნომენკლატურული კაპიტალიზმის ეპოქაში ვცხოვრობთ, ხო, აი ამ 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, თუმცა სხვადასხვა ვარიაციებში ვიხილეთ ჩვენ ეს კორუფციული სისტემები, შევარდნაძის დროს იყო სრული განუკითხაობა, შეიძლება ითქვას, ქვედა საშუალო და მაღალ დონეზე, ესე რომ ვთქვათ, არსებობდნენ პატარა და დიდი სალაროები, ყველა პიროვნება იქნებოდა ეს თუ ყველა სისტემა ღრმად იყო კორუმპირებული და ყველა, ესე რომ ვთქვათ, საძოვარზე ყავდა ხელისუფალს მიშვებული დაბალი ხელფასები, მაგრამ თავდეობის მიხედვით შესაძლო სუყე შემოსავლები. აი ესეთი მოცემულობა ჰქონდა იმ პერიოდში, სტაბილურობის უზრუნველსაყოფად სისტემის შევარდნაძე თვლიდა, რომ ადამიანები კმაყოფილი უნდა ყოლოდა სისტემებში, მატერიალურად აკმაყოფილებული და ეს იქნებოდა მისი ხელისუფლების გახანგრძლივების პირობა. აღმოჩნდა, რომ თლათ ესე არ იყო და ჩვენ ნახეთ ეს ვარდების რევოლუცია 2003 წლის, რომელიც ზუსტად აი ამ სისტემით უკმაყოფილების ტალღაზე იქნა, ესე რომ ვთქვათ, ორგანიზებული. რაც შეეხება სააკაშვილის პერიოდში, ქვედა და საშუალო დონეებზე იქნა სისტემა გაწმენდილი, შეიძლება ითქვას, გასუფთავებული კორუფციისგან და ეს ნამდვილად იყო უნიკალური შედეგი, ხო, ესე მოკლე დროში მე არც ვიცი მსოფლიოში პრეცედენტი რომ ვინმეს მოეხერხებინა, მაგრამ რაც მთავარია და სამწუხაროა, თავი დარჩა, ესე რომ ვთქვათ, ღრმად კორუმპირებული, ანუ ეგრეთ წოდებული ელიტური კორუფციის ტერმინი იმ პერიოდში შემოვიდა ჩვენ სინამდვილეში, ანუ კორუფცია მუშაობდა ერთ პარტიულ სალაროზე, ხო? ერთ პარტიულ სალაროზე და არც ხდებოდა აღიარება, რომ ვიღაცა პირადი გამდიდრებისთვის აკეთებდა ამას, თითქოს რაღაცა სხვა ბიზნესისთვის იყო ეს სალარო გამოყენებული. ყოველ შემთხვევაში, აი ეს ელიტური კორუფციის ეპოქა იყო სააკაშვილის ეპოქა. ყველაზე საინტერესო მოდელი მოიფიქრა ბიძინა ივანიშვილმა, რომელსაც არ უნდოდა, რა თქმა უნდა, თვითონ ხილებული ყოფილიყო კორუფციაში, თუმცა ინტერესი როგორც დღეის გადმოსახედიდან ჩანს, მას ჰქონდა ფულის კეთების. შესაბამისად, მან ირგვლივ შემოიკრიბა სხვა ხარბი ინტერეს ჯგუფები და მათ შეუქმნა დაუსჯელობის ილუზია. ამ ჯგუფებმა დაიწყეს ფულის შოუნა და ადამიანის საკუთარი ინტერესზე, როდესაც მუშაობს, ის განსაკუთრებით ეფექტურია აი ამ კორუფციის თვალსაზრისით და ესე რომ ვთქვათ, საკმაოდ დიდი ფული იშოვეს სხვა ჯგუფებმა და საბოლოო ჯამში დადგა მომენტი, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა დაიწყო ამ ადამიანების გაპარსვა, ხო, რა პროცესსაც ჩვენ ახლა უყურებთ, ჯერჯერობით დიდ წარმატებას ვერ მიაღწია, იმიტომ რომ გაჯიუტდა ეს ხალხი და მაინც სერიოზულ
თანხებს როგორც ჩანს არ იხდია, მაგრამ მიმდინარეობს მოლაპარაკებები. ბიძინა ივანიშვილის სქემა ძალიან მარტივია, ხო? სხვებმა მოიპარეს და ის ეხა მათ ართმევს, ხო? და გამომდინარე იქიდან, რომ ქურდის ცხონდაო, მას კორუფციაში ვერავინ ვერ დაადანაშაულებს. შესაბამისად, ეს მოდელი აი ამ ნომენკლატურული კაპიტალიზმის ყველაზე საინტერესო აღმოჩნდა, თუმცა საკმაოდ პრობლემატურად ვითარდება. აქ თამაში შემოვიდნენ უკვე გარკვეული კრიმინალური ტრანსნაციონალური ჯგუფები, ასე რომ ჩვენ უნდა მივადენოთ თვალყური ამ პროცესს, როგორ გავითარდება მოვლენები და გავაგრძელოთ ამ და სხვა საკითხებზე საუბარი. დღეს სულ ეს იყო, ამით გემშვიდობებით.